გამარჯობა, მოგესალმებით ჩემი ძვირფასო გამოწერება კილოცავთ ახალ წელს და მოდით ვნახოთ როგორი იქნება ამ წლის პირველი კვირის ენერგიები. მოდი გქონდეს ორი ვარიანტი. ჩაიფიქრეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, პირველი ვარიანტი იყოს ესეთი ვიზუალი, ვისაც ვიზუალი ჭირდება იმისთვის, რომ არჩევანი გააკეთოს და მეორე ვარიანტი კი ეს. დავიწყოთ უშუალოდ გაშლა. ნახოთ, ვინც არჩია პირველი ვარიანტი. როგორ იქნება თქვენთვის ამ კვირის ენერგიები. აი, როგორი საინტერესო და სიმბოლურად ისეთი ნულოვანი კარტი, საწყისის კარტი ამოვიდა. ეს ნიშნავს ახალ გზას, ახალ საწყის, ენთუზიაზმს, ენერგიას. ეს ხშირად ახასიათებს ისეთ სიტუაციას, ისეთ ადამიანს, რომელიც არის ენთუზიაზმით სავსე, არის თავისი ჩანაფიქრით და იდეით აღფრთოვანებული და აი ამ ენერგიით იწყებს რაღაცა ახალს, რაღაცა სიახლის გზას ადგება, ახალ გზაზე მიდის, ეს პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლებელია ნიშნავდეს მოგზაურობას, ახალ თავგადასავალს, სიახლეს, ახალ პროექტს, ახალ გამოწვევას, რაღაცა ახალ საწყის, რაღაცა ისეთს, რაც თქვენ არასდროს აქამდე არ გაგიკეთებიათ, რაშიც ხართ გამოუცდელები. შესაძლებელია ეს პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია ასაკითაც უფრო ესეთი თინეიჯერები იყოთ, ასე ვთქვათ, არ იყოთ დაღვინებული თქვენი გამოცდილებით, თქვენი ასაკით, ან ამ სიტუაციაში, ამ კონკრეტულ ჩანაფიქრთან, ამ პროექტთან მიმართებით თქვენ შესაძლებელია იყოთ თინეიჯერები, აი ამ საქმესთან მიმართებით და არა თქვენი ასაკი. თქვენ ასაკს არ გულისხმობდეს. ანუ აი ამ რაღაც სიახლეში თქვენ ხართ გამოუცდელები, ჯერ ეს საქმე არასდროს არ გაგიკეთებიათ, ჯერ ამ გზაზე არასდროს არ წასულხართ და ეს არის ასე ვთქვათ ენთუზიაზმი, რომელიც მხოლოდ ამ ენერგიას ეყრდნობა და გამოცდილება არ გაქვთ, ვთქვათ, რეალური მტკიცებულება, საფუძველი მყარი ამ საქმის არ გაქვთ, უბრალოდ ეს არის თქვენი ენერგია, თქვენი ენთუზიაზმი, მომავლის რწმენა, აი ამ ენერგიებით, აი ამ თავდაჯერებულობით ახსავსე მიდიხართ წინ. ეს არის თავდაჯერებულობა, რომელიც მოდის შინაგანი მდგომარეობიდან, ენთუზიაზმიდან და არა გამოცდილებისგან, ანუ უფრო მეტად აღმაფრენა და მომავლის იმედია, რწმენაა და მომავლის იმედი. ეს ხო, ანუ ახალი საწყისია, სადაც არ იცით რა გელოდებათ წინ, ახალი საწყისებით ხართ სავსე, ახალი იდეებით და აღმოფრენით ხართ სავსე და პატარა გაფრთხილება აქვს, მაინც კარგი იქნება თუ ამ თქვენ ენთუზიაზმთან ერთად, მაინც გარე მინიშნებებსაც მიაქცევთ ყურადღებას, რომელიც იქნება თქვენი ერთგვარი გამაფრთხილებელი. აი, ნახეთ, აი ამ ბიჭს, ამ ყმაწვილს, რომელიც გზას ადგას, გვერდით ყავს ძაღლი, რომელიც შეიძლება იყოს სიმბოლო ერთგული მეგობრის და შეიძლება იყოს ერთგვარი მანიშნებელი თქვენი გზის და თქვენი მხარდამჭერი აი ამ გზაზე. ისეთი საინტერესო იყო პირველი ვარიანტი. დიდი მადლობა. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ჩიკა, მოდი, შორიდან რომ მიყურებ, მოდი. ნახოთ, როგორ იქნება მეორე ვარიანტისთვის პირველი კვირა. მეორე ვარიანტის შემთხვევაში თქვენი პირველი კვირა სავსე იქნება მატერიალური კეთილდღეობით. თქვენ თავს იგრძნობთ დედოფლად, ადამიანად, რომელსაც აქვს ყველაფერი, არის ჯანმრთელი, არის ენერგიით სავსე, გაქვთ ყველანაირი სიკეთეები, მატერიალური სიკეთეები, შესაძლებელია იყოს ქალური ენერგია, ძლიერი ქალის ენერგია, შესაძლებელია ნიშნავდეს, რომ თქვენ ოჯახის წევრებთან ერთად ატარებთ ამ პერიოდს, თქვენ შვილებთან, ან თქვენს მშობლებთან ერთად, დედა თქვენს ნახულობთ, შესაძლებელია გაიგოთ, რომ ორსულობის შესახებაც, ვინმე იყოს თქვენს ოჯახში ორსულად, ნაყოფიერების კარტია, აქ
მატერიალური კეთილდღეობის კარტია თავს გრძნობთ ჯანმრთელად, ენერგიით სავსეს, სიმშვიდით, პოზიტივით სავსეს და ეს თქვენი სიმშვიდე, ეს თქვენი ჯანმრთელობა, ეს თქვენი კარგად ყოფნა გამოწვეულია იმით, რომ თქვენ კეთილდღეობაში ხართ, თქვენ ყველაფერი გაქვთ მატერიალური კეთილდღეობა, თქვენ ხართ ესეთი მყუდრო, ისეთ გარემოში, სადაც თქვენ თავად ფუსფუსებთ, ქმნით თქვენივე ცხოვრების სიმყუდროვეს, თქვენივე ცხოვრების კეთილდღეობას, თქვენზე ზრუნავენ, ან თქვენ ზრუნავთ სხვებზე, აი როგორ გითხრათ, ეს არის დედა ბურჯის დიასახლისის, ისეთი დიასახლისის კარტი, რომელიც ძალიან ძლიერი ქალია, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა, ზუსტად იცის ეს როგორ უნდა მიაღწიოს, შეუძლია სხვა ადამიანების კონტროლი, სხვა ადამიანების მართვა და რასაკვირველია, ამ ქალს შეუძლია თავის მართვაც და შესაძლებელია თქვენ ხართ ასეთი, ან აი ესეთ ადამიანის გარემოწვევში ატარებთ ამ ახალი წლის პირველ კვირას, რომელსაც აი ეს მახასიათებლები შეესაბამება, ეს არის ქალი, რომელიც გარშემო ყველაფერს ანაყოფიერებს, ყველაფერს რწავს მის გარშემო, ანუ რასაც შეეხება, იქიდან გამოდის ყველაფერი კარგი. თუ სამზარეულოში ფუსფუსებს გამოსდის აუცილებლად გემრიელობები, თუ რაღაცას ქმნის და არის ხელოვანი, აუცილებლად ძალიან კარგად შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება, ან ძალიან კარგად შეუძლია სხვისი შრომის დაფასება, სხვისი ხელოვანების ნიმუშის აღქმა და კარგად შეფასება. თუ ვთქვათ, ნაძვის ხეს რთავს ან დეკორაციას აკეთებს რაღაცისას, ეს ძალიან კარგად გამოვა. აი ესეთი კარგი მატერიალური ენერგიები, ანუ ყველაფერი, რასაც შეეხება ეს ქალი, იქცევა, გამრავლდება, გალამაზდება, განაყოფიერდება. აი ესეთ ენერგიებში იქნებით. მეორე ვარიანტი, ვიმეორებ, ან თქვენ თავად ხართ ასეთ როლში, ვინც ახლა ამ ვარიანტს უყურებთ, მეორე ვარიანტს, ან თქვენ გარშემო იქნება ესეთი ენერგია და ესეთი ადამიანების გარემოწვევში მოგიწევთ ანუ 24 წლის მიწურულს ეს ბოლო დღეები უწევს ამ კვირაში და ახალი წლის პირველი დღეების გატარება. ძალიან სასიამოვნო ორი ვარიანტი ამოვიდა, ორი ვარიანტს გისურვებთ ყველაფრის ახდენას, რასაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ. ძალიან დადებითი ენერგიებია და ძალიან სასიამოვნოა ამის გაჟღერება, ესეც სიმბოლურ დროს, როგორიც არის ახალი წელი. დიდი მადლობა, ნახვამდის.